მოგესალმებით. ვაგრძელებ დეპრესიის სპექტრის განხილვას кейსებით, ვინაიდან кейსებით და მაგალითებით საერთოდ კარგად ჩანს ყველაფერი და მის გარეშე თეორია უფრო აბსტრაქტულია და თლათ გარკვეული არ არის ხოლმე და ძნელია საერთოდ რომ თეორიულ ნაწილს მოусმინოს ადამიანმა მე პრაქტიკაში გადაიტანოს სამაგიეროდ როდესაც кейსი და კონკრეტული მაგალითია შემოდის საქმეში მაშინ ბევრად იოლდება ეს პროცესი და დღეს მინდა გაჩვენოთ ინგლისურ ენაზეა ეს ვიდეო მაგრამ გადმოვთარგმნი სულ 4 წუთია მინდა გაჩვენოთ არის ესეთი ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი დოქტორ კეის სახელით ცნობილი ისე ინდოელია წარმომავლობით და ისეთი სახელი ქვია რომ ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ ხო და მას აქვს YouTube-ზე ჩენელი უკვე წლებია და ხანდახან ამ ჩენელზე ესაუბრება ხოლმე ადამიანებს რეკავენ და პირდაპირ ეთერში პატარა კონსულტაციას ატარებს ხოლმე რა და აი მისი ერთ-ერთი კონსულტაციიდან ამოვჭერი რაღაც ნაწილი რომელსაც ახლა ლეპტოპში მაქვს ჩაწერილი და გაჩვენებთ სუბტიტრებიც აქვს ვინც თქვათ ვისაც არ გესმით ინგლისური სუბტიტრები გაადვილებს პროცესს რომ წაიკითხოთ რა ითქვა თუმცა მეც ვთარგმნი ასე რომ გასაგები იქნება და ნუ მოკლედ ეს ამოჭრილი არის სრული ინტერვიუ დევს ინტერნეტში ვისაც და გაინტერესებთ დოქტორ კეი მოძებნეთ და opening up with parents ანუ მშობლებთან გულის გადახსნა თუ გადაშლა გულის გადაშლა ესე ქვია ამ ვიდეოს და ასე იძებნება. ახლა გაჩვენებთ დასაწყისშივე რა სიტუაცია არის და როგორც გუშინდელ ვიდეოზე რაც გავაკეთეთ, დააკვირდით რა ხდება, როგორც დოქტორ კეის მხარეს, ანუ ვინც არის ამ შემთხვევაში თერაპევტი და კონსულტანტი, ასე ვთქვათ, ну ეხლა აქ რა თქმა უნდა თერაპია არ მიდის, იმიტომ რომ თერაპიას სჭირდება დახურული გარემო და ინტიმურობა და აბსოლუტური, ასე ვთქვათ, დაცულობა და ეს პირდაპირ ეთერია, თუმცა კონსულტაცია მიმდინარეობს. და აი როგორ მიდის ეს კონსულტაცია, დააკვირდით ერთ მხარეს და მეორე მხარეს დააკვირდით რესპონდენტს, ვისაც აქვს დეპრესიული რაღაც ისინი მდგომარეობები. და ხო, აი შევხედოთ ახლა ვინ რას შენიშნავთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რას დააკვირდებით, რა მოხდებათ თვალში, ყურში და ასე შემდეგ. ახლა შემოვატრიალებთ და შეხედეთ. აი ესეთი ვიდეოა. ეს ორი ადამიანი საუბრობს. ჩავართოთ. And what do you feel? რას გრძნობ? How do you feel knowing that they're not going to respond to you or imagining they won't respond to you with like support? ესე იგი, აქამდე ითქვა, რომ მას არ უთქვამს არასდროს თავისი მშობლებისთვის, რომ აქვს დეპრესია. 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, ცალკე ცხოვრობს და გადის ფსიქოთერაპიას დეპრესიის, არ ვიცი, დიაგნოზით თუ ყოველ შემთხვევაში მიმართულებით და დოქტორ კეის ესაუბრება იმაზე, რომ სურვილი აქვს, რომ უთხრას თავის მშობლებს, თუმცა არასდროს უთქვამს, რადგან და აი ხლა აი ამას არ ყვევენ. დოქტორ კეი ეკითხება, რომ აი როგორ გძნობ თავს, რომ წარმოიდგენ, რომ ესეთი რეაქცია ექნებათ მშობლებს, ამ ბიჭმა აღწერა, რომ მშობლები ალბათ ვერ გაიგებენ და არ იქნებიან მის მიმართ მიმღებლები. That's really hard. It kind of adds to the general sense I have when I'm with my parents, which is lots of ნახეთ ახლა რამხელა რამეს ამბობს ახლა ამბობს ადამიანი რომ მას აქვს გენერალიზებული ანუ განზოგადებული გრძნობა მშობლების მიმართ რომ times like feeling worthless, so it's like such a big step to tell them about it, and if they don't care, then or they like I know that my mom for a fact will tell me that there's probably something wrong with me and I have caused my suffering. დავაპაუზოთ. ახლა ნახეთ რა ითქვა. ეს ახალგაზრდა ადამიანი ამბობს, რომ
მე მაქვს გენერალიზებული, ანუ განზოგადებული განცდა, რომ ვარ უფასური ჩემი მშობლებისთვის, ანუ ფასი არ გამაჩნია და ამავე დროს დარწმუნებული ვარო, თითქმის 100%-ით, რომ დედაჩემი აუცილებლად მეტყვის, რომ ის რაც გჭირს, შენივე გამოისობით არის, შენ თვითონ ხარ მიზეზი იმისა, რომ გაქვს დეპრესია. Which is true to some extent, but kind of not what you want to hear in that situation. So it's Yep. ნახეთ ახლა რა მოხდა აქ ადამიანმა თქვა რომ ეს მართალიაო ნახე დედა ალბათ მეტყვისო რომ ეს შენივე ბრალია შენვე გამოიწვია და ეს მართალია და ახლა დოქტორ კეი აქ აჩვენებს ნაწერს რომელიც ახლა სამწუხაროდ არ ჩანს იმიტომ რომ ხარისხი არა აქვს ამას რომ ჩამოვტვირთე მაგრამ მე გეტყვით რა წერია აქ წერია რომ ზიგმუნდ ფროიდს აქვს გაკეთებული ასეთი დასკვნა რომ ადამიანები როდესაც მათ აწუხებთ დეპრესია ბრაზს ასე ვთქვათ, გაბრაზებას მშობლების მიმართავენ საკუთარი თავისკენ. ანუ იდანაშაულებენ თავს. თავის დადანაშაულება არის ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. ანუ ჩემივე თავი მესხმის თავს. და აქ წინა დღეს ახლა გუშინ რაც განვიხილე, იქაც ჩანდა ეს, რომ ადამიანი გაბრაზებული იყო აშკარად, ოღონდ გარეთ ეს არ გამოდიოდა, გარეთ გამოდიოდა სევდა. და საკითხავი ახლა ენერგიის მუდმივობის კანონი ხო ვიცით ჩვენ და ადამიანი ასე დროს ხმამაღლა არ თქვას მაგრამ თუ გარეთ არ დაადანაშაულა გარეთ არ გაბრაზდა მოატრიალებს და ადანაშაულებს და ბრაზდება საკუთარ თავზე იმიტომ რომ ენერგია ვერ გაქრება და იქ წინა ვიდეოში იყო ასეთი რამ რომ აი ეს რომ ის საკუთარ თავს იდანაშაულებდა აშკარად გადავრცელდა შეითრია აქ კითხვის დამსმელი ადამიანი და იმან კითხა გინდა საერთოდ შენ გამოჯანმრთელება ნახე დაადანაშაულა რომ ალბათ არ გინდა რა ხო ანუ პარალელური პროცესი წავიდა აქ რასაც თავისივე შინაგანი ხმა დასწავლილი ხმა ეუბნებოდა ის უთხრეს გარედან გუშინდელზე და აქ ეხლა ჩვენ მაღალი დონის ფსიქოთერაპევტს უყურებთ ჩვენი ეხლანდელი კონსულტანტი არის ძალიან დახვეწილი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც ვიცნობ და ეხლა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ნახე, უკვე ითქვა, რომ ეს ჩემი ბრალია. ამ ბიჭმა თქვა, დედა ჩემი მეტყვის, რომ ეს შენი ბრალია, რომ დეპრესია გაქვს და ნუ მართალია ის, გარკვეულწილად მართალია. ნახე, ფრთხილად ამბობს ამას, რომ ეთანხმება, რომ მისი დეპრესია მისივე ბრალია. ეხლა ვნახოთ როგორ აგრძელებს აქ მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტი. It's just feel really sad right now thinking about it. Because it's like they don't care. Yep, I know exactly. ეს რას ნიშნავს, რომ გრძნობა წამოვიდა? ამ ადამიანმა გაზიარების დროს იგრძნო მხარდაჭერა და გაბედა, რომ ეგრძნო თავი დარდიანად. ნახე, I feel sad. წამოვიდა გრძნობა, იმიტომ რომ არ მოდის აქ დადანაშაულება დოქტორ კეისგან. აქ რო წამოსულიყო დადანაშაულება, ჩვენ გრძნობას ვერ მოვისმენდით და რახან მიმღებლობა მოდის და ეხლა ნახეთ როგორ ეტყვის რას უპასუხებს. Exactly how you feel, man. I think it can be really, really challenging. And so what we're going to try to do is like, so this is where Flo, I think, so it sounds like you do have a therapist, right? ნახე, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აქ ეხლა მან იგრძნო რომ ადამიანს აქვს სირთულე, ანუ თერაპევტმა იგრძნო ეს და პირველი რაც გააკეთა, იზრუნა და გადაამოწმა, რომ თერაპიას გადის. იმიტომ რომ დაინახა, რომ ნუ მოტრიალებული არის საკუთარი თავის დადანაშაულებაში, თავს გრძნობს დარდიანად, სევდიანად. და პირველ რიგში ხა სანამ გააგრძელებს, ნახეთ, არ კარგავს ის თავის თავს და თავის როლს და პირველ რიგში ამოწმებს და ზრუნავს ამით. ნახე, ეს იგრძნობა, ის ზრუნავს ხა ამ ადამიანზე, რომ ყავს თერაპევტი, იმიტომ რომ ეს კონსულტაცია ხა აქ 10 წუთიანი და 15 წუთიანი ინტერნეტში, რომელიც თერაპია არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. და ასევე, როდესაც დოქტორ კეი აქ აზიარებს, რომ მე მესმის შენი თუ შეამჩნევთ რომ დრამატიზმით არ არის ეს ნათქვამი. ძალიან, როგორ გითხრათ, აი 7 ამინდის გადასახედიდან არის წამოსული, რომ მესმის. მხოლოდ ესეთი მოსმენა არის ალბათ ავთენტური.
როდესაც დრამატიზმია ნიშნავს, რომ მე რაღაცა ჩემი შეურიე უკვე აქ. ჩემიც წამოვიდა როგორც თერაპევტის და მეც ვტირი ვარ, მეც თავს დამნაშავედ გრძნობ, ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ დოქტორ კეი დარჩენილი არის თავის ტყავში. ვინც არის, ის არის. ნახე, მას არ დაუკარგავს თავისი ნიადაგი, პიროვნული ნიადაგი. ესმის, ოღონდ არის მშვიდად. Yes. Okay, so I think, you should definitely lean on them. But I think there are a couple things that I want to kind of share with you. One is that, so it's that attitude. So somewhere along the way, you were sort of taught that you're to blame. ნახე, ჯერ დაიზღვია, ასე ვთქვათ, თავიც და დააზღვია კლიენტიც, რომ ანუ ყავს თერაპევტი და ახლა გადავიდა ინტერვენციაზე და უზიარებს. ინტერვენცია ნიშნავს უკვე თერაპევტის ნაბიჯს პროცესში. და ინტერვენცია რაც არის, ახლა უზიარებს ინფორმაციას, რომ თითქოს ისეა, რომ შენ ისწავლე, რომ დაიდანაშაულო შენი თავი. Yeah. Right? So if we look at it's I'm going to just take a step back and explain something. So Sigmund Freud conceptualized depression as anger turned against the self. And so you blame yourself for everything. Like, your mom, and like if we think about where did you learn how to blame yourself? Like, unfortunately, a lot of times we learn from our parents. ნახე, აქ საინტერესო რამ მოხდა. აბა შეხედეთ დოქტორ კეის სახეზე რა ხდება. ნახე რა ხდება, ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მე ხო მithქვამს, რომ და მე როჯერსის кейსსაც გაჩვენებთ ამაზე. ნახეთ, თერაპევტია, კი ცოდნა აქვს, კი პრაქტიკა აქვს და ასე შემდეგ და ამავდროულად არის ადამიანი. და ადრე თავიდან გეშტალტშიც რო დაიწყო ეს მიმდინარეობა, ხო? ადამიანური ნაწილი რო ჩამოერეოდა, ასე ვთქვათ, შეცდომა. ესე დავარქვათ, ხო? იყო ხოლმე რომ აი შეეშალა, აი ეს და აი ის და ერთი ამბავი რა. და ეხლა ხვდებიან, რომ ეს შეცდომებიც თერაპიის ნაწილია. ეს ბჭყალებში შეცდომები, აქ არაფერ შეცდომაზე არ არის საუბარი, მაგრამ დოქტორ კეი როდესაც ამბობს, რომ მძიმეა, როდესაც მშობლები გადანაშაულებენ და ხშირად ასე ვსწავლოთ საკუთარი თავის დადანაშაულებას. და კი, ძალიან ხშირად საკუთარი თავის დადანაშაულებას სწორედ მშობლებმა გვასწავლეს. ეს თქვა და გაიცინა, ნახე, გაიცინა. ეს რა არის ახლა? ვინც ფსიქოშემეცნებით კურსზე ხართ ნამყოფი, ალბათ უკვე ხედავთ აქ რა მოხდა, ხო? და აქ გამოერია მისი პირადი. უკვე, ისიც ადამიანია, ნახე და გაიცინა, იმიტომ როგორც ჩანს გამოუცდია. არის ალბათობა. იმიტომ რომ ეს გაცინება ისეთ დროს, როდესაც რაიმე მტკივნეული თქვა, არის წონასწორობის შენარჩუნება. და როდის ვინარჩუნებ წონასწორობას, როდესაც მტკივა, როდის ვცდილობ მე რომ წონასწორობა შევინარჩუნო, როდესაც მეტკინა. თუ არ მტკენია, წონასწორობა ისედაც შენარჩუნებულია, ხო? და ეს ღიმილი აი აქ, სადაც ითქვა სხვა შინაარსი. ითქვა რომ სამწუხაროდ მშობლებმა გვასწავლეს თავის დადანაშაულება. და გაიცინა, ნახე? რომ გაიწონასწოროს ახლა თავი, იმიტომ რომ აქ მასაც ტკივა. ახლა აქ შესული არის, რა თქმა უნდა, კლიენტის ტყავშიც არის ცოტათი გადასული, თავისიც გაახსენდა. ახლა აქ უკვე ადამიანური ნაწილი შემოვიდა. წეგან რამდენადაც თერაპევტი იყო მთლიანად და თავის მყარ საყრდენზე დარჩა და დაეყრდნო, ხო? და უთხრა, რომ ყავს თერაპევტი და შემდეგ უთხრა, რომ ფროიდი ამბობს, რომ ესე და ესე, ანუ მიაწოდა ჯანსაღი ინტროექტი. ინტროექტი რა არის? ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც ან არაჯანსაღია და აწამებს ადამიანს. და ან ჯანსაღია და ათავისუფლებს მას და ზრდისკენ მიყავს, ხო? და აი მიაწოდა ჯანსაღი ინტროექტი ახლა. რომ ფროიდი ამბობს, რომ ეს თვითდადანაშაულება მოდის მშობლებისგან და მათზე ბრაზი შემოტრიალებულია. ახლა ასწავლის, ნახე. აქ თავის გრაუნდზე იყო, თავის ნიადაგზე და ახლა აშკარად მასაც შეეხო უკვე. და პირველი რაც გამოავლინა რეაქციულად არის დაცვის მექანიზმი გაიცინა. ეხლა გაიწონასწორებს თავს ამით, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, კაი კალიბრის თერაპევტია, ამ ღიმილში არ დარჩება კეი. ის დარწმუნებული ვარ, ეხლა არ მიკითხავს, მაგრამ ხვდება ეხლა, რომ დაიცვა უკვე თავი მისმა ფსიქიკამ და რაღაცა შეეხო. მაგრად შეეხო და ეხლა ვნახოთ გაგრძელება. აბა რა შრება? And Sorry. yeah, go ahead.
აი ნახეთ რა მოხდა რა. აი ხო ლაპარაკობდა და ეხა დეპრესიული სპექტრის ადამიანთან მნიშვნელოვანი რა არის, იცით რომ ექსპრესია არის დაკეტილი. ანუ არ უნდა რომ გელაპარაკოს რა, მას არ აქვს ხოლმე ტენდენცია რომ გამოხატოს. ექსპრესია არის ჩაკეტილი და ჩაკირული და ეს რო ესე ადამიანურად ამასაც შეეხო, რა თქმა უნდა, кейს ეს მგრძნობელობა კლიენტმა ასახა ეგრევე. იმანაც გაიღიმა თუ შეატყვეთ და სიტყვა გააწყვეტინა. ღმერთო, რამხელა ის არის ინიციატივა შეხედეთ ხო დეპრესიული სპექტრიდან და ეხა ჩვენ რო რიგიდულად დავრჩენილიყავით აქ როგორც მკაცრი წესების რაღაც რეჟიმში სიტყვის გაწყვეტინება საზღვრის დარღვევაა მაგრამ დოქტორ კეის რა თქმა უნდა რომ ახალი გამოცდილება მიაღებინოს რომ შენ რო ინიციატივა გამოხატე ეხლა გისმენ და სასწრაფოდ გაჩუნდა აი ნახეთ like the healthy gamer coaching like the free coaching for a while and it's something that I talked to Adam about a lot, and he actually asked me like, what did your parents tell you that could lead to the self-worth that you have right now? And something they always told me was basically, since growing up, like when you were born, we had to move out of our bedroom in order to make place for you, and like this is not your bedroom, it's ours, but we made space for you. So I was kind of already blamed for being born because I was already a burden for them because they had to leave their room. So ახეთ ეხლა რამხელა რამ გააზიარა ადამიანმა რომელიც ანუ ხო უკვე ვთქვი რომ ამ სპექტრში საუბარი და გაზიარება არ არის ტენდენციურია შეკავება, როდესაც დეპრესიაა, ხო, გაფორმებული და ადამიანმა გააზიარა და აქ ეხა მშობლებმაც კარგია რომ მოისმინოთ ეხა რასაც ვიტყვი. და ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ჩვენ ბავშვობაში ძალიან დრამატულად, ძალიან მკაფიოდ აღვიქვავთ მოვლენებს, ნახე, და ის არაცნობიერი ნაწილი, რაც მშობლებში არის და სამწუხაროდ ყველა მშობელში არის რაღაც გაუცნობიერებელი, ხო ეს ვერ გაცნობიერდება 100%-ით, ამიტომაც არსებობს არაცნობიერი, იმიტომ ქვია. და არაცნობიერად, რა თქმა უნდა, არის აგრესია შვილის მიმართ. გარდა სიყვარულისა. ეს ორივე ერთად არის მოცემული, ხო? ბავშვი რო იბადება, რა თქმა უნდა, უყვარს მშობელს, მაგრამ ამავდროულად მშობელი შეწუხდა, მშობელს მოუწია რაღაცა უძილო ღამეების გაკეთება. იქ ცოტა ფროიდიანულად რო გითხრათ, ცოტა წარსული ეპიგენეტიკა ტივტივებს, რომ ეს შვილი დამამარცხებს მე, მამა ფიქრობს გაუცნობიერებლად. იქ რაღაცა, არ ვიცი, დედას გავს, ან მამას არ გავს. მოკლედ, რაღაცა სიახლე შემოვიდა ცხოვრებაში, რომ მას დაძაბა სიტუაცია რა. ადვილი არ არის ეს. დაიბადა ახალი, ხო? და იქ შეწუხება ცალკე არის, მე იმას სივრცე ჭირდება და ასე შემდეგ და ნახე არაცნობიერად ეხლა ამის მშობლები რას ეუბნებიან. ეს რო გაეცნობიერებინათ, რა თქმა უნდა არ ეტყოდნენ, ხო? განაბოროტები არიან, მაგრამ ეუბნებიან, შენ რო დაიბადე, ჩვენ მოგვიწია ჩვენი ოთახიდან გასვლა და შენ ვაჟბატონი ეხა ვამუქებ. შენ ვაჟბატონი და ვაჟბატონმა დაიკავე მთელი ეს სივრცე და შეგვაწუხე და შეგვავიწროვე და ნახე და რა ინტერპრეტაცია აქვს ეხა ბავშვმა რა აღიქვა აქ რომ მე რო დავიბადე ამისთვის მადანაშაულებენ. აი დასკვნა რა გამოიტანა, ნახე ძალიან მკაცრი, მკაფიო ძალიან გაცნობიერებული დასკვნა, რომელსაც მშობლები ვერ აცნობიერებენ ხოლმე და ბავშვს არ უჭირს, რა ესე პირდაპირ აღიქვას ის რაღაცა საშინელი სიმართლე, რაც არის მისთვის საშინელი, იმიტომ რომ ბავშვია. და მე ვიყავი მათთვის თავიდანვე ტვირთი, აი ეს არის გამოტანილი დასკვნა. ეხლა ეს როგორ გითხრათ, ამ დასკვნაში რო ცხოვრობს ადამიანი და ოპერირებს, რომ მე დავიბადე თუ არა ვიყავი ტვირთი და დამნაშავე რომ ესენი თავიანთი ოთახიდან, თავიანთი ლამაზად მოწყობილი კომფორტიდან განდევნე და თან არის აქ რეალობა. არის რაღაც ნაწილი ამის, ხო? ამასთან შეხება პატარა ასაკში ესე ღიად, რა თქმა უნდა, არ არის კარგი გამოცდილება და ზრდის მომტანი გამოცდილება და არის დამთრგუნველი გამოცდილება. ნახე და
ტკივა ეს ამ ადამიანს და რამხელა რამ გააზიარა ეხლა. ამას გააზიარებდა, ეხლა ეს ფანტაზიაა, რასაც ვამბობ, მაგრამ გააზიარებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანსაც შეიგრძნობდა თერაპიის დროს. და ეს არის ზუსტად თერაპიის ორი სკოლა არსებობს და არის რელაციური თერაპია. აი ახლა რაც მოხდა, აქ არის რელაციური თერაპია. რელაციურ თერაპიაში ადამიანის შემოსვლა კონტაქტში თერაპევტის მხრიდან, ხო, არ არის შეცდომა. და არსებობს რაღაც თერაპიული სკოლები, რომელიც მეთოდოლოგიას და წესებს ანიჭებენ ძალიან დიდ უპირატესობას. და იქ, რა თქმა უნდა, ესე უნდა იჯდეს, ისე უნდა იკითხოს, ოთახი ესე უნდა იყოს მოწყობილი, თერაპევტმა თუ იტირა ეს საშინელი შეცდომა არის, თუ გაბრაზდა ეს კიდე უარესი შეცდომა არის, ანუ ის უფრო ორიენტირებულია ეგეთი თერაპია ხოლმე რაღაცა წესების დაცვაზე. და ნუ კი, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგიერთ შემთხვევაში დამხმარეა ესეც. მე არ ვიტყვი, რომ სხვა თერაპიული სკოლები შედეგს ვერ აღწევენ, როგორ ვერ აღწევენ. იქაც ადამიანური ფაქტორი მუშაობს ცოტა სხვანაირად. და აქ გაცნობიერებულია ადამიანური ფაქტორი და ის, რომ დოქტორ კეის ეტკინა და გაიღიმა და დაადეფლექსირა თავისი ტკივილი, კი, ადამიანური იყო ეს ძალიან და ზუსტად აქ გაიხსნა ფენომენურად მისი კლიენტი. ხო, ეხლა გაგრძელებაში გავაგრძელოთ რა ხდება. ნუ კლიენტს ვერ დავარქმ, აქ კონსულტანტი არის და კონსულტაციის მიმღები. Yeah, that stuff's deep. It does go deep. ნახე And what I'm სიცილები როგორ hearing is არის. that even in this conversation, ნახე სიცილი ახლა ამ ბიჭთან არის, მისი დაცვად ჩაირთო და кейს სახეზე აღარ არის სიცილი, ნახეთ, ის დაუბრუნდა თავის ავთენტურ გრძნობებს უკვე, რა თქმა უნდა. you're taking over a part of their peaceful mental household too. Yeah. They have this beautiful house built in their head of what their life is like and what their children's life is like, and it's pretty and perfect, and you're occupying the space that you're supposed to occupy. And by telling them this, what you're going to do is move into their spare bedroom. That wasn't the life that they built, right? And ეხლა ნახეთ რა მოხდა? როგორ სიმბოლიზდა, ეხლა აქ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაცია არ არის კარგი ხელსაწყო, მაგრამ ზოგჯერ იმდენად ცხადია, რა ხდება ადამიანში, რომ ეს უკვე ინტერპრეტაციაც არ არის, ნახე, ბიჭის საკითხი რა იყო, როდესაც მან დარეკა, რომ მე ვერ ვეუბნები ჩემს მშობლებს, რომ დეპრესია მაქვს. ვერ ვეუბნები, მეშინია მათი რეაქციის, მეშინია რომ ვერ გამიგებენ, დამადანაშაულებენ, ნახე, და ვერ ვეუბნები და ამ დროს, როცა ვერ ეუბნება, კეი რას უხსნის? უნარჩუნებს იმ ლამაზ ოთახს, ნახე? უნარჩუნებს იმ ოთახს, არ უნდა რომ იმ ოთახში შეიჭრას ნეგატიური ინფორმაციით, იმიტომ რომ ხა მშობლების ხედან და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა მშვენიერი მამაკაცი 22 წლის მათი შვილი ცხოვრობს ლამაზად და ბედნიერად, აი როგორც კონკიას დასასრულშია ხოლმე ეგრე რა, ეგ მაგ ლამაზ ფანტაზიაში ცხოვრობენ და ამარო ეხა უთხრას, რომ მას დეპრესიის სპექტრი აქვს და მკურნალობს პირობითად თან თერაპიას გადის, ხო, ამ თემაზე. ის დაინგრევა ის ლამაზი კოშკები და ეს ამისთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ვერ აკეთებს ამას, იმიტომ რომ ბავშვობაში ზუსტად ეგ მაგაში დაადანაშაულეს, რომ ეს ჩვენი ლამაზი ოთახი გქონდა და შენ აქ შემოიჭერი. და კეი ეუბნება, რომ ამ ოთახში იყო შენი ადგილიო რა, დაახლოებით ასე მიყავს. ეხლა ნახოთ მე რას ეუბნება და უკვე მალე მთავრდება კიდეც. how does it feel to Go ahead. take space that isn't yours? Feels really bad. Yeah. ცუდ გრძნობებთან ღიმილი როგორ So მოდის what I want you to დააკვირდით ეგრევე? understand, so now comes the good part, but also the hard part, is that flow, these thoughts that you have are they're like a parrot that is just repeating what it's heard, right? These are your parents' thoughts. They're not actually a measure of your value. Like they're not true. They're just like echoes. And so I think that process, and this is where, if we want to be a little bit forgiving, so I think one way to move forward here is to forgive. But in order to forgive, you have to blame them first. აჰა, აი რამხელა რა მithქვა ეხლა ნახეთ. პირველ რიგში კეიმ
ვინაიდან კონსულტაციას ატარებს აქ და დამუშავების ან ექსპერიმენტის სივრცე ახლა აქ არ არის და ასე შემდეგ. პირდაპირ თქვა რა, მარტივი ინფორმაცია. ეს ხმები, რომ ეს გეუბნება, რომ შენ უფასური ხარ, არის როგორც თუთიყუში. ეს არის ექოები, რომელიც იმეორებენ შენი მშობლების ხმას. და ამას რომ დაინახავ, მიხვდები, რომ შესაბამისად ისინი ობიექტურები არ არიან შენ შეფასებაში, ვერ იქნებიან, იმიტომ რომ ეს ხმები არის თუთიყუშები. ეს ხმები არის ექო. ამიტომაც როცა ესეთი თვითკრიტიკა და დანაშაულება მიმდინარეობს, ეს მხოლოდ იმეორებს იმ ინფორმაციას, რაც მშობლებისგან მათი ხმებით ჩავიდა. და როგორ იქნება ის ობიექტური, ხო? ანუ ამით ის ცდილობს, რომ დაუწიოს კლიენტს აჩვენოს, რომ მნიშვნელობის დაწევა შესაძლებელია ამ ხმებისთვის. ანუ ეს ხმები ადამიანებს ზოგჯერ დომინირებენ და ისინი ანიჭებენ მათ დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ გავრცელებულია ესეთი რწმენა, რომ კრიტიკული აზრი მართალია. აი სიმართლე მწარეა. აი ესეთი აზრია გავრცელებული და აი ხა მე თუ მაგალითად დავჯდები და ვიტყვი რომ მე ვარ არარაობა და რაც უფრო მეტად გავიკრიტიკებ ჩემ თავს და ვიტყვი რომ არარაობა ვარ და არაფრის მაქნისი ვარ და არაფერი შემიძლია და აი ამ ყველაფერს რომ ჩემ თავს ვეტყვი, იქ ეს რწმენა ამომიტივტივდება რომ აი რა მართალი ვარ. აი როგორ გავბედე და რეალობა ვთქვი, გაიგე? იმიტომ რომ რეალობა ხომ მწარეა. ნახე? მაგრამ ეს რწმენა წარმოდგენაა. რეალობა ხან მწარეა, ხან ტკბილია. ხან ასეთია, ხან ისეთია. კრიტიკული აზროვნება ძალიან თავდაყირა ესმით ხალხს. კრიტიკული აზროვნება გონიათ გაკრიტიკება. და კრიტიკული აზროვნება არის მრავალი გადასახედიდან შეხედვა. მე ვფიქრობ, რომ არარაობა ვარ, თქვათ, ხო, აი მოვიდა ხო ეს ფიქრი. აბა მოდი კრიტიკულად შევხედოთ ახლა ამ ფიქრს. ნახე, გამოვცალკევდი მე ჩემივე ფიქრიდან. მოდი ისიც დაუშვათ, რომ შეიძლება არარაობა კი არ ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ვარ კი. ნახე, ისიც შემიძლია ეჭქვეშ დავაყენო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარ. აბა მოდი ახლა ესე შევხედოთ, რომ ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვარ, ზოგჯერ არ ვარ მნიშვნელოვანი რაღაც სიტუაციებში, კარგი და ასე შემდეგ. ნახეთ, ძალიან ბევრნაირი გადასახედი შეიძლება რომ კონდეს და ეს არის კრიტიკული აზროვნება და არა ცუდი ვარ, ავი ვარ, ბოროტი ვარ, ნეგატიური ვარ, ესა ვარ, ეს როგორ გითხრათ, მომხიბლავი ნეგატიური ფანტაზიები არის იმ გაგებით, რომ ადამიანი მერე იტყვის, რომ აი ესე ვაშკაცურად რო ვიკრიტიკებ თავს, აი ამაშია რეალობა, სიმართლე. და არ არის. ესენი არის ექოები. საერთოდ ჩვენი ფიქრები, ჩვენი საკუთარი ფიქრები რო ვაწარმოოთ, ეს ზუსტად აღარ მახსოვს, გონი მამარდაშვილს აქვს ეს. რომ აი რო ზიხარ ჯდები და აქტიურად იწყებ ფიქრს, რომ შენი ფიქრი წარმოშვა. და თუ ამას არ აკეთებ, რომ აი მოდი გადავწყვიტო და ეხლა დავჯდე და ჩემი საკუთარი ფიქრი დავბადო, ხო? აქ უკვე ფილოსოფიაზეა საუბარი, მაგრამ ძალიან სიმართლეა ეს. თუ ესე თავისით არის გაშვებული და რაღაცები დაფრინავენ, ეს ფიქრები 99% შენი არ არის, ექოებია. ეს არის თუთიყუშები და პრობლემა იმაშია ხოლმე, რომ საკუთარად განიცდება, რა თქმა უნდა. სანამ გამოცალკევდება ადამიანი და ზუსტად ეს უთხრა ნახე, რომ ესენი ექოებია. ერთი მხარე, რაც დაუბრუნა ახლა ეგრევე, რომ ღირებულება დაუწიოთ მოდი ამ ფიქრებს. არ არის საჭირო, რომ ეს ფიქრი ჭეშმარიტებას მიეკუთვნებოდეს რა, ექოა. არაფერი ისეთი. ეხლა ვნახოთ გაგრძელება. ხო, და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც თქვა, სანამ შეწყდება ეს ვიდეო, მონაკვეთია, ეხლა აქ დასასრული არ იქნება. დასასრული თუ გაინტერესებთ YouTube-ზე დევს, როგორც უკვე ვთქვი, მე ლინკშიც დავდებ, კონკრეტულად ამ ვიდეოს დავლინკავ. და რა უთხრა, ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნახე, რომ რეალურად აქ ისეთი ვითარებაა, რომ ამხელა დანაშაულის გრძნობა არის მეორადი გრძნობა და სინამდვილეში მოცემული არის ბრაზი მშობლების მიმართ. ეხლა რა მომენტი არის? ნახე, სივრცის დაკავებაზეც იქნა ნასაუბრები, ხო? სივრცე, ჩემი სივრცე, მათი სივრცე. ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. დეპრესიული ადამიანი, დეპრესიაში გაგდებული ადამიანი არის, ვისაც თავისი სივრცე დაათმობინეს, დათრგუნეს, დაჩაგრეს. ბავშვობაში ესე ხდება. ეს გაუცნობიერებლად მიმდინარეობს და კი ბავშვი დაგითმობს თავის სასიცოცხლო სივრცეს, იმიტომ რომ მას ჭირდება ისევ სიცოცხლისთვის. ნახე, ორი ინსტინქტი ეჯახება ერთმანეთს. მე კი ჩემი სივრცე მჭირდება, რომ ვიცოცხლო, მაგრამ არსებობა უფრო მთავარია, რომ გადავრჩე ცოცხალი და ამიტომ დაგითმობ ჩემს სივრცეს.
და მშობლებიც არაცნობიერად თავიანთ სივრცეს გადაწევენ საზღვრებს და შეიჭრებიან შვილის საზღვრებში ხოლმე და ის მიიჭმუხნა ნახე და რა თქმა უნდა გაბრაზდა, მაგრამ თავიდან დასწავლილია რომ ბრაზი შეინახოს, მისი ბრალია და ჩაატრიალოს უკან და იგრძნოს დანაშაული. და ეხლა აქ რეალურად რაც არის გზა არის რომ ისწავლოს ნაბიჯ აუჩქარებლად რომ დაიკავოს ის ადგილი რაც მას ეკუთვნის. მას ვალი არა აქვს ამ სამყაროში ის რომ დაიბადა და ძალიან ფართოა სამყარო ადამიანების ვიწრო წარმოდგენების გამო ეჩვენებათ რომ ვიღაცა იმხელა ადგილს დაიჭერს რომ მე შემავიწროებს ეგ არ მოხდება ძალიან ფართოა სივრცე უდიდესი სამყაროა ხო და აქ ეხა საკითხი არის რომ თვითონაც დაიბრუნოს თავისი სივრცე და ამ სივრცის დაბრუნება ჯერ ეუბნება რომ აპატიებით ხდება. ნახე, აპატია არის გზა, რომ თავი ასე ცუდად აღარ იგრძნო, იმიტომ გარეთ რო ვაპატიებ, ჩემ თავსაც ვაპატიებ, ეს ხო მხრივია. მაგრამ როგორ ხდება აპატიება? ჯერ უნდა გაბრაზდე. გაბრაზების ფაზას თუ გადაახტი და ეგრევე გასხივოსნდი და ეგრევე ჰაერში დაფრინავ და იწევი პატიებისგან, ეგ არის ტყუილი. ეგ არის ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებით ხოლმე. და ჯერ რო გაბრაზდება ამ დროს რა ხდება? ეხა ბრაზი როგორი ემოციაა? ოდესმე თუ ვინმე თქვენზე გაბრაზებულა, ალბათ გიგრძვნიათ, რომ გავიწროვებს გარედან ეს თავს დატეხილი ბრაზი, ხო? და შევიწროვდები და ზოგჯერ კი, როდესაც ბრაზდები და ავიწროვებ იქით ადამიანს, ამით, აქ იმას კი არ uvიწროვებ მის სივრცეს, შენი სივრციდან აგდებ. იმიტომ რომ ზედმეტად არის გაფართოვებული, შენ სივრცეშია შემოჭრილი. და მხოლოდ ბრაზს შეუძლია რომ აღადგინოს შენი სივრცის საზღვარი და დააბრუნოს ის ადამიანი მის საკუთარ საზღვრებში. იმიტომ რომ ეხა ამ ბიჭმა არ იცის იქ რა ხდება. ესე ჩანს. მაგრამ თუ ვინაიდან ის მშობლები ასე არიან შემოჭრილები ამის საზღვარში გაუცნობიერებლად, არც ისინი იქნებიან კარგად. შეიძლება ისინიც მალავენ, რომ თერაპიაზე დადიან, ან არ დადიან, მაგრამ რაღაცა პრობლემებს ითმენენ საკუთარ თავში, იმიტომ რომ არც საზღვრის შევიწროვება ვარ გაქვს ფსიქიკისთვის და არც ის ვარ გარო ზედმეტად გადაფართოვდეს. ამიტომაც ეხლა ეს რო ეუბნება, რომ ჯერ უნდა გაბრაზდე, ხო, ესეც ჯანსაღი ინტროექტია, ეს ხო მეცნიერებაა. ამას აქვს ცდებით დამტკიცებული და დადასტურებული შედეგი, რომ გაბრაზება მნიშვნელოვანია, თავს მივცე უფლება, რომ ნელ-ნელა გავბრაზდე. აი პირდაპირ ანტიდეპრესანტის გზას ასწავლის ახლა რა. და რომ გავბრაზდები და რომ დავინახა, რომ ისინი შევიწროვდნენ და წავიდნენ თავის ადგილზე და ჩადგნენ იქ, ხო, ცოტა სიბრალულიც მოვა ალბათ, არ ვიცი, მე ესე მაქვს ხოლმე. და მერე მოდის უკვე პატიება. მერე შემიძლია ვაპატიო. ანუ ის რაც მიმდინარეა იმის პატიება შეუძლებელია. აი ხა წარმოიდგინეთ ეს რას გავს, რომ ადამიანი მირტყავდეს და მე იქვე ვპატიობდი. აი მირტყავს, აი პროცესში ვართ ახლა, მირტყავს და მე ვაპატიე. ეს ხო შეუძლებელია. ეს არ ხდება, ეს არ არის თანმიმდევრული რეაქცია, ხო? იმ ტკივილის მოყენების დროს მე მტკივა. ეს არის პირველი ამბავი. დამარტყა მედგინა. რა დროს პატიებაა ჯერ? ეს ხო ორგანიზმია. ეს არ არის ფანტასტიკის სფერო, ხო? ხო და მე ახლა ამ დარტყმის მერე თუ მეც დავარტყი და უკან დავახევინე და ბარი ბარს ვართ, რო არის ეგეთი გამოთქმა, ბარი ბარში რო აღმოჩნდები, მე მოვა რესურსი, რომ შევძლო პატიება, იმიტომ რომ ჩემი სივრციდან გავიდა. და სანამ ეხა ძაღლი მოვიდა და ფეხზეა დაკიდებული კბილებით, როგორ უნდა ვაპატიო იმას? აქ აქტუალობა, რომ კბილები აქვს ჩასობილი ფეხზე. როგორ ვაპატიო, ხო? აი ესეთი როგორ გითხრათ, ფანტასტიკები ვრცელდება ხოლმე და მინდოდა მეთქვა ამიტომ. აბა ვნახოთ შემდეგ. ახლა, აქ უკვე ამოჭრილია და დასრულების განცდა ალბათ არ იქნება, მაგრამ ვნახოთ, რაც არის მოცემული 8 წამია დარჩენილი და რას აგრძელებენ შემდეგ. Right, and this is where the tricky part comes in, whereas like if you can never move past it, if it's not like if you don't blame them, you can't forgive them. კი ბატონო, აი ზუსტად ასე დაასრულა. ეს მონაკვეთი რაც ამოვჭერი, რომ თუ ვერ შეძლებ მათ დადანაშაულებას, ვერც ვერასდროს შეძლებ რომ აპატიო მათ. ანუ როდესაც ეხა ფორმულა რო ვთქვათ, როდესაც ადამიანი ძალიან იდანაშაულებს საკუთარ თავს, ნიშნავს, რომ ცხადგრძნობა დაბლარულია, ბუნდოვანია. რისი ცხადგრძნობა? ნებისმიერი ქცევა, მოვლენა, ტკივილი, გამოცდილება, რაც გნებავთ, აუცილებლად მოიცავს ორ მხარეს. შეუძლებელია ერთი მხარე იყოს.
დეპრესიულ ადამიანს უფრო ახასიათებს, რომ დაიდანაშაულოს საკუთარი თავი. და აი იქ მეორე მხარეს ვინც იყვნენ მშობლები, ნახეთ იქ როგორ არის მეტყვიან, რომ შენი ბრალიაო. ისინი კიდე რას აკეთებენ? მათ ახასიათებთ, რომ დაადანაშაულონ სხვები. და ეს ორივე არის ცხადგრძნობის და კონტაქტის არ ქონა. იმიტომ რომ თუ მე ცხადად შემგრძნები ვიქნები და საკმარისად დაკვირვებული, აღვიქვავ, რომ ყველა ვარიანტში ორივე მხარეს რაღაცა დევს. ცალმხრივი ტრანზაქცია არ არსებობს. ადამიანებს შორის ურთიერთობის დროს ტრანზაქცია არის ორმხრივი, პასუხისგებლობა არის ორმხრივი, ძალა არის ორმხრივი გადანაწილებული, შედეგი არის ორივეს დადებული, ქმედება არის ორივეს გაკეთებული და ასე შემდეგ. აქ ვერ იქნება ერთი მხარე. და დეპრესიული ადამიანის, ასე ვთქვათ, მიკერძოვება არის, რომ ჩემი ბრალია და ესე იგი ცხადგრძნობიდან გასული ვარ და მეორე მხარეს არის ესე ვთქვათ გაუცნობიერებლად ძალადობრივი მაინდსეტის პიროვნება, რომელიც ალბათ ოდესღაც შეავიწროვეს და საუკეთესო თავდაცვად თავდასხმა აირჩია, იქ კიდე ეგ რწმენა არის მოცემული და ის გამუდმებით თავდასხმის როლშია, რომ შენ გამო ვარ ცუდ ხასიათზე ამბობს, შენი ბრალია რომ მე ცუდად ვარ, შენი ბრალია რომ ჩემი ოთახი დავიწროვ და შენი ყველაფერი სხვების ბრალია, მე არაფერ შუაში არ ვარ. ნახე, ბავშვის გაჩენაზე რაღაცნაირად აქ რომ გააჩინეს. მთელი პასუხისმგებლობა ბავშვს აქვს დაკისრებული. აი შენ რო დაიბადე, ოთახი შევიწროვდა და მე გაგაჩინე და მე გადავწყვიტე რომ გამეჩინე, შენ ხო არ გითქვამს არაფერი. აი მან ძალიან დაბალი პასუხისმგებლობის გადანაწილებაა შესაძლებელი, როცა ბავშვებზეა საუბარი და აქაც კი ბავშვი არის ფსიქოლოგიის ენაზე რო გითხრათ, პროექციის ქვეშ. მთელი პასუხისმგებლობა დაპროეცირებული არის შვილზე. ნუ ხდება ხოლმე ასეთი რამ. და ვფიქრობ, რომ აი ასეთი кейსების განხილვა, მათზე დაკვირვება, ეხა ვიდეოსაც დაგილინკავთ, ვინც ინგლისური იცით, გამოგადგებათ, არის ის გამოცდილებები, რომელიც ჩვენში ჯდება, როგორც ახალი გამოცდილება, ახალი ცხადგრძნობა, ახალი ხედვა და მერე სიტუაციურად თავისთავად განწყობის თეორიაა ეს უკვე, გენიალური განწყობის თეორია, ღილაკს ასე დაეჭირება სიტუაციურად და ამოვა ეს გამოცდილება. და ჩვენ მსგავს სიტუაციაში ეს გამოცდილება მოგვეხმარება და არა პირიქით. ხო? ეს არის ზუსტად ახალი კონსტრუქციული განწყობის ჩამოყალიბება ადამიანში. ცნობიერად და ცნობიერების გზით. და ამ შემთხვევაში მსგავსი სიტუაცია რომ მოხდება, პატერნი კი არ გამოიღვიძებს. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ ხო, რომ რაღაცა სწრაფ სიტუაციაში, სადაც ფიქრის და დაკვირვების დრო არ არის, ავტომატურად ვქმედებთ და ამ დროს ჩვენი ქმედებები ზოგჯერ გავს ჩვენი მშობლების ქმედებებს იმეორებს. ყოველგვარი აღქმის გარეშე, ეს ბუნებაა. ეკონომიურია, ნახე, იქ რაც განწყობა რაც ჩავიდა ავტომატურად უკვე მშობლებისგან ავტომატურად გაჯდა და სწრაფ სიტუაციაში, სადაც დაფიქრებულობა არ არის, ბრახდა ზუსტად იმეორებს ადამიანი. შეიძლება არც ეთანხმებოდეს მშობლის პატერნს, მაგრამ იმეორებს. და როდესაც ესეთ ვიდეოებს და ესეთ გამოცდილებებს ფასდაუდებელია ხა, რასაც ავრცელებს დოქტორ კეი, ამას როდესაც უყურებთ, ესეც ასე ჩადის ჩვენში. და მერე რომ მოვა სიტუაცია, ასეთივე ავტომატიზმით შესაძლოა რომ ადეკვატურად უპასუხოთ აქტუალობას და არა მექანიკურად. უპასუხოთ სიახლით და ცნობიერებით და არა გაუცნობიერებელი რაღაცა პატერნებით და ფიქსირებული განწყობებით. აი ზუსტად ამ ფიქსირებულ განწყობებზე ესაუბრა დოქტორ კეი ახლა თავის საკონსულტაციო პირს, ხო, ვინც დაურეკა. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ახლა სტრუქტურირებულად ამ ყველაფრის სწავლა და არა, ну ახლა რა თქმა უნდა ეს თითოეული ლაივი, რასაც მე ვწერ, ჩემს ცოდნას რაც მაქვს დღეს აქ და ამჟამად მაქსიმალურად ვაზიარებ, მე არაფერს არ ვიჭერ. მაგრამ მეორეს მხრივ რაც სპონტანურად მოდის იმ თემებზე ვსაუბრობ. აი გუშინ ვისაუბრე მაგალითად ნარკოდამოკიდებულებაზე. ნუ დეპრესიის ვიდეო შემხვდა, დეპრესიის ამსახველი და იქ განვიხილე მცდარი მიდგომა როგორი იყო, აცდენილი მიდგომა ამ ადამიანის მიმართ და დღეს განვიხილე კარგი кейსი, სადაც დეპრესიის მქონე ადამიანთან შედგა რელაცია, გამოვიდა კონსულტაცია და ასე შემდეგ, მაგრამ
ვისაც სტრუქტურულად გინდათ რომ ისწავლოთ ძირითადი ასპექტები საკუთარ თავზე, ფსიქოემოციური, ხო? ჩაეწერეთ ფსიქოშემეცნებით კურსზე, რომელიც 26 იანვარს იწყება, ერთი ადგილი მაქვს დარჩენილი, დანარჩენი შევსებულია. მომწერეთ პირადში და დეტალებს გამოგიგზავნით. ასევე მინდა გითხრათ, რომ არის ესეთი ორი ხელოვანი, შოთა თხილიშვილი, მენიხბე და თამარ ფუტკარაძე ლაშხი, რომელიც არის კომპოზიტორი და ამ ორ ადამიანთან ერთად მაქვს შექმნილი კორპორატიული ზეიმის და კორპორატიული შეკრების, ასე ვთქვათ, პროექტი, სადაც ადამიანებს ან team building-ს რო აკეთებენ ხოლმე, შევთავაზებთ ისეთი გუნდის შექმნას და ჩამოყალიბებას, რომელიც თან გამართული იქნება ფსიქოლოგიური კუთხით, გეშტალტის პრინციპებით და გეშტალტი პირდაპირ გამთლიანებას ნიშნავს, ხო? რომ გუნდი იყოს. ასევე იქნება მოცემული აქ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, რომ ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს ადამიანს საკვებად, რომ აი მის team building-ზე ხელოვნება შეიქმნა და არა მხოლოდ გართობა, რაღაც როგორ ზედაპირული სოციალური კონტაქტები, რომელიც რაღაცას ემსახურება და მეორე დღეს არაფერი აღარ გვახსოვს. დავლიეთ, ჭამეთ. ამის ნაცვლად ალტერნატიული ხელოვნებითა და ფსიქოლოგიური შინაარსებით გაჯერებული და ულამაზესი მუსიკალური საჩუქრით დაგვირგვინებული team building-ის პროექტი მაქვს და ვისაც გაინტერესებთ კორპორაციებში, დიდ კომპანიებში თუ პატარაში, დაახლოებით 30 კაციანი team building-ის ის არის ეს პროექტი, მეც ვერ დაიტევს, შემეხმიანეთ და მაგაზეც გაგიკეთებთ კარგ შეთავაზებას. და ბოლოს პარასკევობით სულ მალე აღდგება 20 რიცხვის მერე ღია საუბრები, სადაც დასწრება თავისუფალია და პირველი ღია საუბრები ამ სეზონზე იქნება უზრდელობის ღია საუბრები და გელოდებით.